გამარჯობათ, მე ლევანი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. აბა ამ ტაში დათვები არ არიან. ერთი ცალი არის. გავარჯობა მეგობრებო, დღეს მე და ლევანი აპირებთ ვიკემპინგოთ კოჯრის ტყეში, გვექნება 4 გამოწვევა და ეს გამოწვევები გადაწყვეტს ვინ უფრო კომფორტულად იკემპინგებს. პირველი ჩვენი ჩელენჯი იქნება ბარგის წაღება ლოკაციამდე და ვინ წაიღებს ამას გადავწყვეტ თამაშით, რომელიც იქნება თვალდახუჭული ჯეირანის თამაში. ოპა. გამარჯვებულს გამოავლენს ჩვენი პროდიუსერი. აბა მზად ხარ ლევან? კი. ხო მაკრატელი ბადე? ჭა მაკრატელი ბადე. ჯეირანი. ლევანი 1. ჯეირანი. ჯეირანი. ომარი 1. ჯეირანი. ომარი 2. ჯეირანი. გავიგე. გილოცავ ლევან გილოცავ. მადლობთ. შენ არ მოგიწია ამ ბარგის წაღება და მე შემხთან სამწუხაროდ. აი შეგვიძლია დავიძრათ მაშინ. ლევან რას ვიქო რა იქნება შემდეგ? არ ვიცი, სიმაც რო გითხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ რა. რო. ახჩი. აი ბიჭი ეს. ლევან დამელოდე ლევან. ომარ აბა ლევანის წავაგებინოთ და ბევრი ბარგი ავკიდოთო. აი ხო მითხარი შენ მოგაგებინებ მაგ ჩელენჯს. მაგიტო წამოვიღე ამდენი რაღაცა. ბევრი მაქვს ამაში რაღაცეები და საერთოდ არაა საჭირო დავტოვებ ამათ. არა მოიღო არა. რატო? ლევანი წავიდა არც იცის ლევანი. ლევან მიდი მოვდივარ. ტორმუზე არ იხმარო, მაინც არ მოგაცუროს. ამ ხელა არ იყო. ვარ დაიღალე. ამო მალე ვნახოთ რა რამე ადგილი რო დავბანაკდეთ. რამდენ კილოს წევის? აი ბევრს. მე ახამიანად ამწევ რაცაო. კი. ერე რაც მათრევინე. მოდი აბა ვიგას. აბა. აუ ცხოველია კაროჩ. მომინდომე კონტენტ კრეატორობა რა დაჯექიშე ჩემა სახლში თვილფეჭთან იმუშავე წესიერა ფეხიც ამტკივდა. ვა ლევან მოხვედი? მოვედი რა შვები როგორ ხარ დაიღალე? მე არა. ხარ მზად მომდენო ჩელენჯისთვის? ასე შეგვიძლია გიყურებ, რავი. ფინალამდე როგორ მოხვედი შენ? მე ესეთი ტრემალურ რაღაცებია თან მიყვარს. არა? არა. ხვილავს წვალო ხო? ხო შემოყვარო შენ. დასუდիր. აბა მზად ხარ თუ არა შემდეგი ჩელენჯისთვის? სუმზად ვარ. შენი აზრით რა იქნება ჩვენი შემდეგი ჩელენჯი? ჭამა. ჭამა? ზაზე ხო ჭამით მაგის. შემდეგ ჩელენჯი ტირით გადავწყვეტ ვინ შეხვდება კარავი და მთელი ინვენტარი და ვინ დარჩება ღია ცის ქვეშ. სამიზნეებად მოყვანილი გვყავს ქართველი იუთუბერების საყვარელი პინგვინები, რომელსაც მე და ლევანმა დავარქვით სახელები. კაკო, მახარა და ჰიტა. და სამი სროლით უნდა შევეცადოთ, ჩამოვაგდოთ ისინი და ვინ უფრო მეც ჩამოყრის, ის იქნება გამარჯვებული და მას დარჩება მთელი ინვენტარი. მე ამას ვერ ვესურვ. რატო? განსაყრდნი. თავიდან ვერც ვერსროდი, მაგრამ მე კაკო რო გავიცანი, მე კი მეც მომინდა მესროლა რა. ახლა 10? აცილე. ავაცილე? ახლა იღბლიანია მახარა. გეუნები მახარას ვერ მოარყარე. ესე იგი ცოტა ზევით წაიღოთ. პირველი კაკო და შეგიძლია ჰიტაც რა ეხა. სუნთქვა შიანელე, ქარი შეიგრძენი. აი ჩვენი მახარა ბიჭო. რა დავადე? სად გავარწე? არ ვიცი, მეგონი ფეხებში ვამოხდა. ეხა რომელს ვესროლო? აი ეხლა რომელსაც გინდა ძმაო, ჩემი საყვარელი კაცი კი ჩამოვაგდე და. იქით არის კაკო, ხო? არა, აქეთ პირველია კაკო. აი ჰიტას დავადებ ეხა. აი ჰიტა ქუთაისელია, იმერელია. ულვაში უნდა ხიო. გილოცავ ორი ჩამოვაგდე. დავადე. აბა ეხლა მე მიმიშვი. ისინი ორი ცალი არ წამოაყენოთ, ეგერთი დატოვეთ. აა თაწი არაფერი ვეღარ წამოაყენოთ. ოპა. წამომიყენეთ კაკო ფეხზე. გულში გაარტყა, ბიჭო, გულში. ლევან, კი გავარტყი პირველივე, მაგრამ მაინც წაგება მირჩევნია და იგივე პინგვინს უნდა გავარტყა.
ოხ. ფეხები როგორ. სადესვრი ხლა. აქცეულზე ხელის დარტყმა აღარაა, სწორი. არა ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ტრაქში ესვით საწყალ. აი, სნაიპერა ვარ განუჩი. მომილოცავს. კარავი და თელი ინვენტარი შენია. მახარა ჩავმიყვარეთ. მახარა? ჩავმიყვარეთ მახარა. ძამით ახლავე. სად მოხდა? აუ მახარას ლოყაში აქ. სად აქ? ლოყაში აქ ბიჭო. დატენე. მახარა ძაჟი უჩია, კონტროლკა თუ არ დავადე. აი რა სერჩი ცოდვა არ გინდა რა. თხოვ რა ლევან რა. всё. მახარ რა მოგივიდა ბიჭო. ნეტა თუ იგრძნეს ახლა რამე. არა რა ვიცი. არა ის ნამდვილებმა იქ რაღაც. ხო? შეიძლება კაკოს მაგალითად გააჟრიალებდა ეხლა. მოკლედ ჩვენს YouTuber პინგვინებზე ვინადირეთ. მახარას და კაკოს ყველაზე მეტი ტყვია მოხდა. ჰიტას ერთი ტყვია მოხდა. ეხლა ალბათ შევჭამთ პინგვინებს და ეხლა უნდა არავი გავდგა წესით. მე. ლევან დაგიდგამ რა კარავს კაცურად და საძილეტომ არა დამითვე, თორე ღამე გავიყინები რა, ცოდვა ვარ ძა. ცოდვა ხარ? ხო. დამითვე რა. და კარავს გაგიშლი რა, მეტი რა ვქნა ეხლა. თუ გინდა ერთად დავწვეთ იმაში, საძილე. თუ ჩავეტევით. ვაუ, ეგეც შეიძლება, მაგრამ მაშინ ჩელენჯი აღარ გამოვიდა. აი დაგითმობ, დაგითმობ. კაი, მაშინ შევუდგეთ რა კარვის გაშლას. აბა შენიც. ეს გამოწვევა განზრახ წავაგე, რადგან მე არ შემეძლო სხვა მონაწილეებისთვის მესროლა. კაკოს სამჯერ ვესროლე, სამივე ტყვია მოხდა. ურტალოსავით არ დამემართა. ყველა მოვახვედრე, არც ერთი არ ამიცილებია. კი ვრჩები კარვის და ყველაფრის გარეშე, მაგრამ გული მოვიფხანე. ლევანს მივეხوارები, კარავს გავაშლევინებ და საძილეტომ არა ჩემთვის საკმარისი იქნება, რადგან მე ხომ ვაილდოქი ვარ. ლევან შეგვიძლია დავიწყოთ გაშლა, მოგეხმარები გაშლაში და მანამდე ამას გადავალაგებ. ეგ იყოს ეგ კარავი. აჰა. ეს არის ჩემი ლოგინი? ეგაა შენი ლოგინი. აგერ ლევან გაგიშალე, კარავი, პროსტა საძილეტომ არა ჩემია, როგორ შევთანხმდით. რა არის, მოგაქირავე. რა, არაფერი არ ამბობდა. რითი გადავიხადო ამის კი. აფერი აღარ და მე რა მოგწევს რომ მოიგებ? ხო, რამდენი გინდა? 20,000. აუ. თუ არა და რავი გაიგე. აი შევთანხმდით მაშინ. ხო, რავი გაიარე ძმა. 20,000-ში მაძლევს ჩვენი ჰალკი. აბა მოემზადე. ვაიმე. კიდე რამე ტრავმა არ დაიმატო ეხლა. კარგია ხო ლევან? კი. მომსახურება არის დილით დალაგება რაღაც თუ არა. კი, ჩაი, ყავა, რა გესი ამოვნება. საუზმე. ორაგული დამუშავებული. დასვენება კარგია, მაგრამ გონი დროა შეუდგეთ ეხლა ცეცხლის დანთებას, ა? კი, მოფშივდა. მოგშივდა? ხო, მაგრამ ცეცხლიც რო ერთ-ერთ ჩვენგან შეხვდება, ორივესი არ იქნება და შეიძლება საჭმის გარეშე დარჩეს. ცეცხლი ერთ. ცეცხლი მე მინდა. შემდეგი ჩელენჯი, ტრივია კითხვებით გადავწყვეთ, ვის შეხვდება ცეცხლი. გვექნება თამაში 3 ქულამდე, ძალიან ცივა და ცეცხლის დანთება ძალიან გვეჩქარება. ჩვენი პროდიუსერი დაგვისვამს კითხვებს და ვინც პირველი ავა 3 ქულაზე, ის იქნება გამარჯვებული. რამდენი ხიდია მსოფლიოში? აუ, იცოდე და მავიწყდა. პირველ კურსზე მაქვს ნასწავლი. მე დავწერი 100,000 პლუს მინუს 100-ო, ხო თქვენ? მსოფლიოში დღესდღეობით არის 2,500,000 ხიდი. ულა მიიღო ლევან. არო მე მეტი ანუ მქონდა არავი, ყველაფერი ბარგი მევათრიე და ეხა ცეცხლიც ამას გაჩუმდი. უნდა იცოდე რამდენი ხიდია. ჭვარა და სწავლობდი, რა ვიცი. დაახლოებით რამდენი საათის ვიდეო იტვირთება ერთ წუთში? რამდენი ვიდეო თუ რა? რამდენი საათის ვიდეო იტვირთება ერთ წუთში? ეგ ეხლა არა, სწორი კითხვა. არა, სიმონე. 5 მილიონი საათი. 5,000. სწორი პასუხია დაახლოებით წუთში 500 საათი. ო, ანუ ერთი ქულა მე, მადლადეთ. კაცი იუთუბერი რო ხარ? всё, დამთავრებულია საკითხი. მეტი არა, ცოტა. რამდენი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს? ო, ეს ბევრი. დაახლოებით 200. ცოტა მეტი იქნება რა. 500. სწორი პასუხია 195. რამდენი თქვი? 500. გეოგრაფიას ვიგასწავლე. რამდენი ენა არის მსოფლიოში? 150. 500. 7,000? 2 ემი. ვიღაცა მაგამ გათვება. დაახლოებით ო, რამდენი კილომეტრი
არის საქართველოში არსებული ყველა გზა. 50000 კილომეტრი. მე 11000. ორი პასუხია 22000 კილომეტრი. დავჭი ყველაფრის გარეშე. მომილოცავს ბატონო ლევან. მოგება, ცეცხლი ჩემია. ცეცხლი თქვენია, კარავი თქვენია, ინვენტარი თქვენია, კარგად სანდებოდეთ. დღეს თუ გადავრჩი და არ გავიყინე და აი, ეხა იცი რა მოვიფიქრე? მოდი შენ ცეცხლი დაანთ, მე შევალ კარავში დავისვენებ. და რომ დაანთებ, პრიზად უფლებას მოგცემ, რომ დაახლოებით 7 წუთი გათვე. და მთელი ღამის განმავლობაში თუ ყოველ საათში 7 წუთი. როგორი ქველმოქმედი ადამიანია რა. ამ ჩელენჯშიც გავიმარჯვე. ძალიან ცივა და ცოტა ჩემში ასე თქვა გაიღვიძა ადამიანობამ და გადავწყვიტე, რომ ცოტა გათბეს, რაც მაინც ადამიანია. ცოცხალი არსებაა და მე შემოვალ ცოტა ხანი წამოვწყვი, მანამდე დაანთებს ახლა რა. ლევან სანამ 7 წუთი მაქვს ცეცხლთან ყოფნის, რამდენიმე კითხვას დაგისვამ. ლევან ვიცი რომ ტრავმა გაქვს მარჯვენა ხელის. პირველად შეფასებით ზამძიმე ტრავმა არ უნდა იყოს. წესი არის გახეული რა, გაწყვეტილი არ არის საბედნიეროდ და ჩემი გათვლებით მაქსიმუმ 3 თვეში უკვე კარგად უნდა დავიწყო ვარჯიში. ძალიან კარგი მე გამოჯამთელებას გისურვებ. კარგი რეაბილიტაციის მერე ჯერ უფრო ძლიერი და ჯერ უფრო ძლიერი. არა, ისეც დასვენებაც მომიხდება ახლა, იმიტომ რომ კი. თან დღევანდელი დღეს ისე მოგიხდება რა. ხო, დღე ჰაერია. ბუნებასთან სიახლოვე გვაძლიერებს ხო? კი. ამ სიცივეში ისეთ კიბილსაც ვეღარ იგზნობდი. ხო, აი გამიყუჩდა ყველაფერი. ესაც ანთებები ჩააქრო. ო, აი მაგითო ხარ ექიმთან სტუმრად. ეხლა დრო მოვიდა ჩვენი მეოთხე და ბოლო ჩელენჯი დავიწყოთ, რომელიც შეეხება ჭამას. საჯმელი გვექნება მწვადი და მეორე იქნება სიურპრიზი კერძი. წაგებულ შეხვდება სიურპრიზი კერძი და მოგებულს მწვადი. შემდეგი ჩელენჯი იქნება ეცადი არ გაიცინო და ამას პლუს დაემატება პირში წყალს ჩავიგუბებთ და ვინც პირველი დაღვრის ამ წყალს ის არის წაგებული. გაგივარჯიშლო. წყურო და ბიჭო რა ცივია, შენ კომილე. მოიწახლიდან. ცეცხლს მიაცხა. გუპავში. აგვაბარცხა ლევანმა. რავა ყველაფერში ვიქნებში. სამწუხაროდ იმ სიურპრიზი კერძის ჭამა მე მომიწევს. და სიურპრიზი. ნახოთ, ლევანისთვის მწვადს მე მოვამზადებ. გემრიელი მარინადი მაქვს გაკეთებული, მეგონა რომ მე შემხვდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ლევან შეხვდა მწვადით და ლევანი პროდიუსერს მიეხმარება სიურპრიზი კერძის გამზადებაში. ლევან ზადაა შენი მწვადი. შეგიძლია მიირთვა შენთვის მაქვს განსაკუთრებული კერძი? კი, ნასტარ გეტყვი რომ ძალიან გაგიხარდება. თუ გინდა ჯერ შენ დააგემოვნე. რა პრობლემაა? სიამოვნებით. აია. აია. რა არის? მაგაზიანებას არ აპირებ მწვადი შენთვის? არაფერია. მალე გადაიღეთ. რაღაცა უკმაყოფილო სახე აქვს. აუ, აქ უნდა ყოფილიყო ხინკალი, მაგრამ შემა პროდიუსერმა იმდენ იქნა რომ დღეს გამწირა ბოლომდე რა. აქ ერკულესია ჩვენი საჭმელი. მოიცა როგორ ჭამეცი, მოდი. მოდი აი, ამას უსულე. და თან ჭამ. თაფლი მაინც გაგეკეთები ჩემ მამაზე, ან რაღაცა მაინც გეკნა და გემატებინა ზემოთ. არა ეს ბოლო ჩელენჯი რო წამევა, სისხლი დაიღურებოდა, მე ვერ გავუძლები. აუ, არაფერს გამოარა ახლა. მოდი მე არ შემიძლია გიყურო და ცალკე გავალ რა. რა იყო გაიბუტე, თუ სად მიდიხ? ცოტა მეწოდება. თან თითო რო შეწვაცოდობა. ლევან, ხო რა იყო? მე ძალიან დავიღალე. ეს ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთე, შენ კი ხარ დასვენებული, მაგრამ მე უნდა დავიძინო და ღამე თუ რამე შეგეშინდეს დამიძახე, კაი? კარგი. მადლობა რომ მიყურებდით. მე ლევანი ვარ, ეს ვალდოკის არხია. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აქა ხარ? ხო ლევან, რა იყო? სიბნელის მეშინია.